ბუდეს ამოყვა 1943 წელს. ახლა მოშეხედე. ციხის ჭურჭელი ნაპოვნი ზღვის ფსკერზე 1923 წელს. გამარჯობა. გამარჯობა. ჰაი, ჩქრობა ძაღლებო. თავშალოთ, ბიჭებო. მე თქვენ გაჩვენებთ შეიარს. გულიკო, აუშვი, ძაღლი, ჩქარა აუშვი. თორემ გადაჭამეს ამახვრებ მაქაურობა. ჰაი, ჩქრობა ძაღლებო. მან დამიდეთი თუ აშკაცები ხარ. საჭრები, ბიჭო. აჩავარდა. აი, თქვენ მამა ძაღლებო, თქვენ? იცანი. საწამი ხარ. დაგიჭერდა ყურებს დაგახევ, ჩათითაოთ. ვინდა აბა ეს ძაღლი? შინემ ხარი დააბი, თორე გადაჯეგა აქაურობაო. და გითხარი. როდის გითხარი, გოგო? ახლა საწამი ხო? დირექტორი მინდა. ახლა მოახსენეთ. ჯიხველი წეობით, სოფლების. ერგაჩ. ზარანის გავლით. რაშკია, ვერ გავიშვებ. თქვენ ხლაპები. ამას გააცემენ კარვებში კათოლიკის ეკლესიის ნანგრევებში. მარშრუტის სიგრძე 25 კილომეტრია. რაზმის წამყვანი. მოგდანდით ერმილებიძეა. რაზე შეთუხებულ ხარ? დირექტორი მინდა. მე გახლავარ? გისმის? ევალებას ერთ კილომეტრში ამოსულ ლასტოდისა. შენ ლალია ხარ, რაჟდენის კალიშვილი. დიახ. შენ ხარ ამათი უფროსი. დიახ, ერმილებიძეა მე ვარ. მერე შენ მოული ამ ყაჩაღებს, გუშინდელი ბღარდი. მეხუთე და მეექვსე რაზმი გაემგზავრა. ამას ხომ ხედავ? მოსვენება არ აქვს მაგადგა. მთელი ბაღი გადამიჭერეს. ჩვენები არ იქნებოდნენ ერმილებიძეა. აბა, რომელი ბავშვი ატარებს ყელსახვას ამარდადაგების დროს? სახეზე იცნობთ იმას? ვიცნობ, სამივეს ვიცნობ. არაფერს არ ვერჩი, ბატონო, ოღონდ ვნახო, დაველაპარაკო. ხილს დაკრეფილ და ვახვედრებ, ოღონდ ტოტებს უნდა მიიწრევენ. ჩამოუვარო და რომელსაც არ ეკრება ყელსახვევი, ის იქნება სწორად. კი ბატონო, წამოგდანდით ერმილებიძეა. ავიდეთ, ბატონო. რატო არ გიკეთია? ეს იყო ერმილებიძეა. არა, ბატონო, ისინი ბიჭები იყვნენ. ნუ ტირი ბაბა, ნუ. აჰა. დაშენ ყელსახვე. ნუ ტირი გოგო, ნუ. დავიდეთ არა. ერმილებიძეა. ერთი სათხოვარი მაქვს თქვენთან. ზანა. ბავშვების მოყვანა მინდა თქვენ მუზეუმში. მამა შენი შვილი მაგას ამბო. სულ იმას მილეებს ხარ აყოლილიო.
იცი არ ვიზიარებ მამა ჩემის აზრს. კი ბატონო, როცა გინდა. ოღონდ ხეებს ნუ დაამდრევენ და. დიდი მადლობა ერმილებიცია, დიდი მადლობა. ისე არც მამა შესაწყენდა იქ მოსვლა. იქნებ რამე დაიჯეროს მაგ ურწმუნო თომამ. ოჰ, ეგ უფრო ძნელი საქმეა, მაგრამ ნახოთ, იქნებ ეგეც მოახერხო. კარგად მეყოლები. გაგზავნებოდეთ, დიდი მადლობა. ბავშვებო, ეს მოხუცი მეზღვაური ერმილე სტურუა გახლავთ. იგი არის მხატვარი, მებაღე და შესანიშნავი კოლექციონერი. ომის დროს ყვინთავად მუშაობდა და დაზიანებულ გემებს აკეთებდა. თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ სოხუმთან აღმოაჩინეს ზღვაში ჩაძირული ქალაქი დიოსკურია. ერმილე სტურუა ასაბუთებს, რომ ახლა ჩვენთანაც არის ასეთივე ჩაძირული ქალაქი და რომ ჩვენი ქალაქი საკმაოდ ძველია. მას სახლში აქვს ჩვენი ქალაქის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. ზოგიერთი საგანი, რომელიც თვითონ ამოიღოს მისკენიდან, ახლაც მიუთითებს ზღვაში ჩაძირული ქალაქის არსებობაზე. თუ თქვენ გაინტერესებთ ჩვენი ქალაქის ისტორია, ვესტუმროთ ერმილე სტურუას და იგი თვითონ მოგვიყვება ყველაფერს. რაჩენი მე იცანი. ვიცანი, სამივე ვიცანი. მერე? არაფერ. ხომ არ გამოვაჭენებდი თავის ტოლებში. რა იყო აბაშე კაცო ისე რომ გადაირია. დიდი ამბავი ახლა 2 ცალი მსხალი თუ შეჭამეს. რა არის? დავბერდი ალბათ. შეგვეშინდა იმ მოხუცის. სიფრთხილეს დაიარჩი. Julian. Exiani. Oda, haydi bana.
რა კარგად მოგიწვია საკაურო. ეს რა არის? ეს რადიო გადამფრენი. დაჭიკი? ჰა, მოიშნე. ჩარტე. კარგად ისნის? ისნის რა? რა გადაი? ბანაკში ჩვენი კაცი ყავს. რამე რომ მოხდეს შეგვატყობინეთ. ახლა მე ვკითხე თუ როგორ არის საქმე. მან პასუხო ყველაფერი რიგზეო. ესე იგი მე და დაცვის ბანაკიდან გამომპარო არავის არ გავუგულო. სადიშოით ეს აპარატი? ჩვენ თვითონ გავაკეთებ. თქვენ თვითონ? აი და ჩემას და გააკეთებ. რა დიდი აბავე ამას. კი, მაგრამ აქ როგორ შემოხვედი? ჯაღმა მომაგნები. ბიჭო, რა კონსტრუქტორი ხარ? ერთი კიდე გამოიარეთ და. გამატარე? სადიშოით? შენ როგორ შენი ვიშოთ? თელი საზღვის ფლოტის მოხდა. ბალონებს აღარ იშოვის. ჩვენ მაინც უნდა შევეკითხოთ ცოდნე ხალხს, თორემ შეიძლება ყველაფერმა ფუჭა ჩაგვიაროს. ვის მაგალითად? თუნდაც ერმილეს სტურუას მაგაზე ამბობენ ამ ქალაქზე ყველაფერი იცისო. ერმილეს მიაკარები ბიჭო, შენ იმ დღის შემდეგ? მაშინ ლალი ჩვენ ბანაკის დირექტორს. გამოგიშევს კიდე. გამაგებინეთ, რატომ არ შეიძლება აქაც იყოს საძირული ქალაქი? რაღაც დროს კამათია, ხვალზე კუგას ღვაში უნდა ჩავიდეთ. მოდი აქ თუ მაკარი ჩემ მოდი იაკე დავსეთ ნავი გაიგონია ახლა არ გაიყარა არც ერთ კი გავარო უყავ თავი ხო არ დაიხჩა გაიპარა ვიქტორს ვერ დავინახვებიო ასე მოგიხსენებათ მე რომ არ დამიჯერებ ჯოუჩეო ის დავჯერები ხარ და გაი ახლა შეგონია თელს ვერ მიაგენი აბა ასე მიდიოდა 3 მეტრში მთელი ქარავანი ასე უყურებდით როგორც ახლა მე შენ გიყურებ მიდიოდა ხო დეფიცები ჩემ გულიკოს 2 საათი მიდიოდა მაგრამ რადგინდა პირი არ მოგიდა არც ერთმა არ მოგიდა ხო ბარჯი რომ ქონოდა ისე ვიცოცხლე როგორც იმათ ამოხოცავდი დინამიტი არ გინდოდა კარგი ახლა შენც რომ ყოფილიყავი შენც ასე დაგემართებოდა მაგაზე ბოდიში მეიხარ როგორ სპინინგს თავს წაუწყობდი თუ რა ბიჭო შენ დაგაბო რომ ერთვეს თევზს დაიჭერ იმას აგერა მევიყვანა სხვა კარგი ხო კარგი ეგ ნამედანი თქვი აქ თევზს რა უნდა რა უნდა ხო რა უნდა გამომართი ისროლე ხო ისროლე აბატონო ისროლე ახლა მე მიყურე შეხედე რა უნდა ერთხელ კიდევ ისროლე თუ კიდევ ამოიყვან აქედან სულ გადავიკარგები შადახვალ მე თაშიავა და ზღვისკენ საერთოდ აღარ გამოიხედა შენ აქედან დავსვლელი ხარ კაი ჰა უბრალოდ გაგიმართლა ბიჭო შენ ეს ყინთვა ხომ არ გონია ამ ზღვის ფსკერზე ქვები შეგროვებ თევზაობაში ტიპი მაქვს მოჭრილი ერმილე ეს თევზი მაინც წაიღე ზარში ხელსარიელი ნომიხვალ ბაბუაჩემ იმას ჭარდაქვს, რომ მართლა არსებობს ჩაძირული ქალაქი. საამისო საბუთები ჯერ არ ამაქვსო. არა და უსაბუთოდ ექსპედიციას არავინ მოახერხებს. საბუთებს შენ მიცი. მერე რაღაც იტყვი. რატომ არ გინდა ბაბუაჩემ დაგხმარო სამსაქმეში? ბაბუაჩემ თუ დაგხმარა და მთელი აკადემია მაშინ ჩერა. არა ძმაო, მე პირადად ბაბუაჩემს ვეღარ მეეყარებ. ყველას გონიათ ბაბუაჩემ ბრაზიანი. რა ვიცი? თქვენ კი გამოგვენთოდა. ქურდები ეგონე და აბა რა სიზამდა. ანარჩია და ამდენ სახში მოსვლა ხო? ახია ჩემზე რომ დაგიჯერე და გაგიშვარა მოგელაპარაკეთ
ესენი ბაბუა ბანაკელები არიან. ეს პატა. ეგარი. ანდა. ეს დათოა. გამარჯო. ეს კიდე გულიკოა. ერმილეს თურაშვილიშვილი. ხომისრო ბაბუ. ჯერ ვიცნობ ბაბა ვის ვიცი. კაი ბაბუა კავშირო რაც მართალი. დიდი განათლებული კაცი. მე რომ აგდენ ვიცოდი ახლა ადმირალი ვიქნებოდი. შენ გაჩერდიმად მოგშილდა და მომაყენე სტუმრები კარზე ხო? აი მამაცა. სალე შენ მაიმუნო შენ. წელი ხوارდა კაცი. არა კაც. რას გეხარ? მოშიებული იქნები. თქვენი სტანასტურებს უკეთეს სუფრა შეფერის ბაბა რა ციდა? რაც გვაქვს იმით დავკმაყოფილდეთ, ასია. ჯანმრთელო, ჯანმრთელო. აგერე. თქვენ შეგიძლიათ ლიმონადი დალი. ბაბუ, შენ ესენი უბრალოდ ხალხი არ გეგონი. შენთან გამოგზავნილი დელეგაცია. დელეგაცია? ო, მაგათ შენი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ისეთი სახლი აქვს გამოწყებული, რომ უშინოდ ვერაფერს გახდებიან. დაიხმარები? გამაგებია რა შეესა. მომეცია გაკტერილი. შეგარციდო. მომეცი. აი ბაბუ. შენ წავი. ბატონო ვიქტორ. პიონერების ერთმა ჯგუფმა სათანადო მასალების შესწავლის შემდეგ გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩვენთან ზღვის ფსკერზე შეიძლება არსებობდეს ჩაძირული ქალაქი. ეს ვარაუდი რომ შემოწმდეს, იგივე ჯგუფი მზად არის მოაწყოს ექსპედიცია ზღვის ფსკერის შესასწავლად. მოგეხსენებათ ასეთ ექსპედიციას გამოცდილი და მცოდნე კაცი სჭირდება მეთაურად. ასეთ კაცად სწორედ თქვენ მიგვაჩნიხართ და იმედი გვაქვს ვას არ გვეტყვით. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით თანხმობისათვის და ძალიან გთხოვთ ექსპედიციის მუშაობას ნუ გავახმაუროთ. ჯერჯერობით ყოველივე საიდუმლოდ შევინახოთ. პატივისცემით შტაბის უფროსი გოჩა რამიშვილი. აკა ქალაქი ჩაძირული. ხო, ამიდამოებში. არ გამიგონია მაგ. დიოსკურია კი, მარა. არ შეიძლება სხვა დიოსკურიაც იყოს. მეცა ბაბუ, მეცა. მაგი ერმილეს ეცოდინე. არ გიკითხია ბაბუ. კი. რაიო მე. კი, შეიძლება. ვაგა შენაღმერთი. ერმილემ თქვა ნამდვილად ასე იძლევა. მას კი სულოთ ექსპედიციის მეთაურობა. როგორი კაცია საჭიროა? გამოცდილი და შენ მეცა, მან რა წერია ის წამიკითხე. მოგეხსენებათ ასეთ ექსპედიციას გამოცდილი და მცოდნე კაცი სჭირდება მეთაურად. კი უგისრულა. ბალონები უნდა გუშო, სხვა ყველაფერი. რა ბალონები? ჟანგბადის ბალონები. უიცხოვს რომ კიდია. მათი შონა შეიძლება როგორც ექსპედიციის მეთაური. შადვიშო ბაბუ ბალონი. ჩელი შავი ზღვის ფლოტის პეპოს, ვაში ვარ დაბადებულიო და ბალონებს ვეღარ იშოვი. აი შეიძლება სხვაღაც ჩამოაშენ. აი ბატონო ვიშო. ჩვენ წავალთ ვიქტორ ბაბუ. გვაგვიანდებ. იაგეჩქარე. ამ ძახსაც უნდა უშონო ბალონი. ნახვამდი. ბაბუ. გულიკოს? ხო. გულიკოს რატომ უნდა ვაწყენი? ბობოლი გოგოა. დედა ადრე გარდე ეცვალა, არც კი ეხსომება. ბაბუ ამის, მაგის მეტი არაფერი გააჩნია შვილო. მამაც ყდარი ყავს? ცხალია, მაგრამ ჯობდა ყდარი ყოფილიყო. შვილი არც კი უნახავს. რა გული უძლებს ნეტა. სად არის? თბილისშია ბაბუ. რა მოხელია? არის სადღაც ქარხანაში მუშაობს ხატრად. ერთი ზნედაცემული კაცია, თაღლითობის და ორჯერ ნასამართლე. გულიკომ თუ იცის? ყველაფერი იცის. ბაბუ ამის მისთვის არაფერი დაუმალია. ჩვენთვის კი არაფერი უთქვა. თქვენია ალბათ. ანდა ვითომ რატომ უნდა? ჩვენთვის მაინც უნდა ეთქვა. რატომ უნდა? იმიტომ რომ მე და გულიკო გაფიცულები ვარ. მერე? რა მერე, ის შემიდა. ბიჭოს, გუგურე შენ ამათა.
არის ამაში ახალი? რაც დაგპირდით, ყველაფერი გავაკეთეთ. ეს მოდელი დისტანციური მართვის სისტემაზეა მოწყობილი. ვისწავლეთ უფრო რთული სამართავი მოდელების გაკეთებას. ჩვენ შეგიძლია ჯგუფური ფრენაც მოვაწყოთ. კიდევ რა გაქვს? წავბრძანეთ და ყველაფერს გაჩვენოთ. გამარჯობათ გამარჯობათ. აი ჩვენი მოდელები. ამ თვითონასაც შეუძლია ისეთივე ფიგურების გაკეთება? არა, ეს მხოლოდ აფრინდება, ერთ წუთში ფრენს და ისევ დაждდება. პატარა კორპუსია და შიგმეტი ხელსაწყო არ ეტევა. მოდით ასე გავაკეთოთ. ბანაკში მოვაწყოთ თქვენი მოდელების დემონსტრაცია. რამდენი დრო დაგჭირდებათ მომზადებისთვის? ალბათ ერთი კვირა. არა, 2 კვირა. იყოს ასე. რა მამაძაღლები ყოფილან? კი ვატყობდი გულიკოც რომ რაღაცას მიმალავდა, მაგრამ ასე თუ იყოს საქმე, ამას ვერ მოვიფიქრებდი. განგებ თავი მოვისულელე და დავთანხმდი მაგათი ექსპედიციის მეთაურობას. ჩემოთ არაფერი მოვიდეთ. მაინც არ დაიშლიდა. ეს ორი გიქნია. თვალი გეწირება ბავშვებზე. გამოვავითომ რამე. რა იცი ეშმაკის. თუ აქ მართლა ჩაძირული ქალაქია, ისე იქნება შლამით გადაფარული, რას გაარკვევ. ისე კი ეცადო. მაგისთან რამის დაშლა არ შეიძლება. რომ მოусმინო მოგეწონება ისე მგელოდ. მაგდენჯგვა რომ ისცა, რაჯდენ, აქამდე 9 ექსპედიცია მოეწყობოდა. ეს გეუბნებ. ვითომ სამაგისო ფული არ აგვაქვსო. ჩემი არასჯერა ბატონო. ბალონებზე შენი იმედი მაგ და წოდე არ შემარცხინო ბაღლებთან. კაი კაცო. ნუ გეშინი. რაიპო ჩვენი უცნობო მეგობრებო ეს გამოქვაბული 1946 წელს აღმოაჩინეთ არავისთვის არ გაგვიმხელია მარტო ჩვენ მოვდივით ვოცნებობდით გეგმებს ვადგენდით თამაშობდით მეცადინეობდით აქ იყო ჩვენი შტაბი ახლა ჩვენ დავამთავრეთ ინტერნატი და აქედან მივიდეთ მაგრამ ვჯერა რომ ჩვენი სტანები აქ კიდევ მოვლენ და მასაც გაუწევს ეს გამოქვაბული სამსახური მოგესალმებით და გისურვებთ ყოველივე კარგს იმედივას შევხვდებით ინტერნატელები ბორის კნიაზები ვალოდია დრუჟინინი იური ვარეშკინი ირაკლი გოსაძე მეტასად არიან ეგ ბიჭები ახლა მოდით ვიპოვოთ და წერილები გავგზავნოთ მისამართი დაგიტოვოს თუ რა ეხლა ემეთი ძებნა დავიწყოთ Vedi sopra Gaslev. Ისა უცოლო ხარეთი შეგენაც. ხო. რათა უცოლო ვეჯებია? ნამდვილად ემდე ჩემს გამოსტილებას. სად არის ახლა შენი ცოლი? მამაზე ჩერტა. ბავშვები არა ყოლია? ერთი. ბიჭი თუ გოგო. სად არის ახლა? ბაბუასთან. რამდენი ხანი არის? აუ, დიდი ხანია. ისე რომ ვეღარ შეკითხა. აბა რა ვიცნობ? შენი სიმამრე რა კაცია? ეს უჟმური ვინმეა, თავიდანვე არ ვითვალისწუნა. რა გვარია? ერმილეს ტურუა. მოდი ჩემ პურის შემოს გავუმარჯოს. გავუმარჯოს. შენ აგიმარჯოს. აგიმარჯოს. ერთის მითხარით. შენ თუ გინახავს სადმე მასხარა წითლებში, ესეთი სურათი. მასხარა წითლებში? ვისია? უცნობი მხატვრის. არა, შემხოდრია. ეგ სურათი შენ სიმამრს გიდია კედელზე. ჩემ სიმამრს?
უი. სორია. მაქსურას არავითარი ღირებულება არ აქვს. ხომ იცი მე მაგისტანებში არ შევწყვეტ. ეგ ჩვენი სულ ერთია. ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ზუსტად მაქსურათის შოვნა. და ჩვენი საქმე თუ კაცი მაგაში კარგ ფულს იძლევა. როგორ? განა ყოველთვის კარგ რამე შეიხდია ფულს. არ გაგიდეს ის კაცი მაქსურათს. რატო? აბა რომელი კოლექციონერი გაგიდეს თავის სურათს? შენ არ უნდა გაგიწევდეს მე დაყოლება. არაფერი არ გამო. თუ რატომ არ მიხვედით? ვიყავით ეს მეოგზავნე. მე რა თქვა? გაგონებას არ უნდა. აი ხომ ხედავ. ეგ სურათი ჩემი ყოფილი ცოლის ნაყიდია და მის სახელზე ინახავს. კაიგე? იმიტომაც გაგზავნეთ შენ. აბა მოიხსენით ნიღბები. რატომ? ლაპარაკი. უპირველეს ყოვლისა დისციპლინა იყოს. თუ მე ვარ ექსპედიციის მეთაური, მე გამიგონეთ. თორემ შენი ყავი ბატონო და მე გაგიგონებ. თქვენში რომელი უგაცურავს? ყველანი კარგად სურავს. მაინც. ყველანი კარგად სურავს, მაგრამ კახა მაინც ჯობნის. ასე მოიწევთ, შენ და დათო ჩახვალ ზღვაში. კახა კი ნავზე დარჩება. აბა, მოემზადეთ. შენ გე. მადი. იცოდეთ, ერთმანეთს თვალი არ მოაშოროთ. არავით არის ბაბუა. ექსპედიციის ხელმძღვანელი ვარ და არა ბაბუა. აბუა. ჯადე მოგდი, გული ბიჭო. რამე რომ მოხდეს, იმათ ჩვენ დავიქცორ ბაბუა და ეხმარები. მი ჩვენ კიდე
მე სახალხო კონტროლიდან ვარ. დირექტორს გადაეცით, რომ თქვენი ბანაკი უნდა შევამოწმო. აქ თურმე. მაინც ვინ ბრძანდებით? მე ირაკლი გოცაძე გახლავართ. თქვენ? მე ლალია მაშუკელი ამ ბანაკის დირექტორი. საიდან მოხდით? არა, მაგას ვერ გეტყვით. ეს ჩემი ბავშვობის საიდუმლოება. ბავშვობის? დიახ. მე აქ გავიზარდე. წინათ აქ ინტერნატი იყო. ვიცი და მახსოვს კიდეც, მაგრამ თქვენ არ მახსოვხართ. თქვენც ინტერნატელი ხართ? არა, მაგრამ ხშირად მოვდიოდი ხოლმე თქვენ საღამოებზე. მაშინ მე უნდა გახსოვდეთ. კონცერტებზე გამოვდიოდი ხოლმე, ხატროლის სპენით. რენდა, ეს იგი მსახიობი ხარ. არა, ხელოვნებას ვწოდნე. ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. რა უყოთ მე? დღეს ვერ ვნახეთ, ხვალ ვნახავ. ამოდი მამა, მოდი. ეს ზონა უკვე შესწავლილი გვაქვს. აქ არაფერი არ არის. დაგჭირ ეს კვადრატები. ამ 5 კვადრატს 5 დღე მოვანდოთ. არადა თქვენი ბანაკიდან წასვლამდე ყველაფერი უნდა მოვართ. ამ ტემპით როგორ მოვართ? როგორ მოვიცი? მე გეტყვით თუ დამიჯერეთ. თქვი. საქმე უნდა დავაჩქაროთ. ამიტომ ნება მომეცით მარტო სიმოქმედ. კი, მაგრამ მარტო კერას გააკეთებ. ვიქტორ ბაბუა დაგვეხმარებ. გულეკოთ ჩვენთან ერთად იქნებ. მე წინააღმდეგი ვარ. მეც არც მე წამოვა. არც ვიქტორ ბაბუა წამოვა. ხო გითხრა უკვე უარი. წავიდე. თქვენ თუ წამო. ისე სხვათა შორის. შენ თუ იცი რა არის კესონის ავადმყოფობა. დედებო. ამასაც სულელები გონი. რაზე ბრაზე, რომ დაგემართოს ვეღარაფერი გიშველი. ვიცით ბატონო, ვიცით. ეს სიღრმის ავადმყოფობა. და იმოჩელება დაემართოთ ვინ დიდ სიღრმეზე ჩადის. ჩვენ რაღაც 10 მეტრზე ყურყუმალა. მარჯნის მატლებლები 22 მეტროზე ჩადის. არც ბალონები აქვს და არც არაფერი. სხვათა შორის სულელები არის. ჩვენზე ოსტროსები. რატო წავიდე თორ ბანაკში განგაშატეხენ. ხვალ ამ დროს ვიქტორ ბაბუასთან.
რომელი აქვს უფროსი? დაგლება. გამანთავისუფლე. ძალეთ ვინა? დათვი. გელი, შეიძლება ტურას. ჩვენ დერევლად ეკითხები. ირაკლი გოცაძე გახლავართ. ხელოვნებად წოდნე. ოფი ინტერნეტელი? დიახ. გამათავისუფლო ვიკებო. საერთოდ გადავაგდოთ ერთხაფან. ძალიან სულელურად მოხდეთ. მარტო შინაურად იწევს. მაშ იპოვეთ არა ჩემი წერილი? დიახ. გავეცნოთ ერთმანეთს. ირაკლი. გულიკ. დათო. პატა. კახა. კარგად მოგიწვიეთ აკაურობა. ჩვენ დროს ამის საშუალება არ იყო. ეს რა, რადიოსადგურია? დიახ. თქვენ როგორ ჩანს არ ხუმრობთ? ჩვენ ჩაძირულ ქალაქს ვედეთ. ჩაძირულ ქალაქს? დიახ. ჩვენთან ზუსტად დრო გამოსვებით. სხვადასხვა საგნებს პროულობდნენ ადამიანები. მაგალითად, ციხის ჭურჭლებს, ლარნაკებს, ვაზებს, ზოგიერთი ამის ბაბუასაც კი აქვს შენახული. ყველანაირი ძალზე ძველი. მარტო ეს აფიქრებინებს ადამიანს, რომ აქ შეიძლება იყოს ჩაძირული ქალაქი. როგორც დიოსკურია. დიახ, როგორც დიოსკური. კარგი საქმისათვის მოგიგიდიათ ხელი. თუ შეიძლება მაჩვენეთ ის ნივთები, რომელიც ბაბუაშენ შეუნახია. იჩვენ, უმედ ბაბუაშენ წინასწარ უნდა მოველაპარაკო. ცოტა ავიკაცია. უკვე ბევრჯერ გამაგწულა, ბანაკელებთან არ დაგინახა. წავიდეთ გულიბო. მეორე გასასვლელიდან გავიდე. კარგი, კარგი. არ მოიცვალა სახლიდან. რა მოხდა? მემესმის. თქვენ გაქვთ სრული უფლება არ დაუჯეროთ კაცს, რომელმაც მიადოვა თქვენი ქალიშვილი.
ყურადღებობ დატოვა ბავშვი, მაგრამ მერწმუნედ. მეც ისეთივე თვალით უყურებ ჩემ წარსულს, როგორც თქვენ. მოკლედ თქვი რა გინდა? ჩემი ბავშვის ნახვა მინდა. არავითარ შემთხვევაში. მე ვიცოდი ასეთ პასუხს მივიღებდი. რა თქმა უნდა ღირსი ვარ ყველაფრის, მაგრამ ერთი უბრალო თხოვნა მაქვს და ის მაინც შემისრულეთ. ბრძანე. მე გთხოვთ, ანგარიში გაუწიოთ ადამიანის სისუსტეს. მე ხომ არაფერი არ მაქვს. არავითარი ნივთი არ გამაჩნია, რომელიც მომაგონებდა ჩემს ოჯახს. რომ მეც მქონდა ოჯახი. მყავდა ცოლი, რომელიც მიყვარდა. მართალი ხარ, მართალი. მაგრამ აი ერთი უბრალო ნივთი მაინც, რომელიც მომაგონებდა. რა ნივთი? რა ვიცი. აი თუნდაც ეს სურათი. აი თურმე რა გინდოდა. მაშინვე მივხვდი რომ სულ სხვა რამე გაწუხებდა. აბა, მიბრძანდი ახლა. მაშუარს მეგონებით? მიბრძანდი. კეთილი მხოლოდ იცოდეთ ერთი რამ. ჩემ ბავშვს მაინც წავიყვან. მიბრძანდი. აი კარები. გჯეროდეთ რომ მე ამას გავაკეთებ. მიდი. აუცილებლად. მიდი. ნახოთ. მიბრძანდი. რა სურათი იყო თუ დააკვირდი? რა ვიცი. ერთი წითლად შემოსილი მასხარა იყო დახოთ. მასხარა წითლებში? დიახ, ასე ეწერა მასხარა წითლებში. თუ ეს სურათი. ამ სურათს დიდი ხანია დაეძებს ჩემი მეგობარი. კვლევარია, მეცნიერი. თვითონ ეს სურათი დიდი არაფერია, მაგრამ მის ქვეშ ეროვნული უნიკალური ძეგლია მოქცეული. ცნობილია, რომ მე-10 საუკუნეში ჩვენში ცხოვრობდა მხატვარი, რომლის ვინაობა დაუდგენელია. ყველა ისტორიული წყარო მის საუკეთესო ნამუშევრად ნინო კაპატოგიელის სურათს ასახელებს. ის ხომ არ არის ქრისტიანობა რომ შემოიტანა საქართველოში მე-4 საუკუნეში. ხოჩახ გწოდნია, მაგრამ საქმე აქ პიროვნებაში კი არაა, თვითონ სურათშია. სურათის აღწერილობიდან ჩანს, რომ მეტად ორიგინალური და მაღალ მხატვრული ნაწარმოები დაგვიკარგავს. ჩემო მეგობარმა იცის თუ რატომ შეიმოსა ნინო კაპატოგიელი ამ წითელ სამოსელით. მაგრამ ახლა ეს სისხლი სამართლის სფეროშია და ამაზე სხვა დროს. ოღონდ მართლა თუ ეს ისაა. ასეთი დასახელებით შეიძლება რამდენიმე სურათი არსებობდეს. თქვენ მოგეთ, ეს თურეთის სურათი. რა იცი? აბლაჩი მამიცხერა რომ გულიკოს მამა ორჯერ არის ნასამართლელი. ასეთი კაცი კი უბრალო რამისთვის თავს არ შეიძლება. მართალი ხარ. ჯერ გულიკოს უნდა მივხედოთ. ჩემ მეგობარსაც დაურეკავ თბილისში. მე მგონი ძიება უნდა შევწყვეტო. თავარშინძი მაინც შენ დაგაწევ. გულიკოს ერთი წუთი თვალე არ მომაშორ. რა თქმა უნდა, ჩვენს დაგეხმარებით, მაგრამ ხომიც ბანაკიდან ჩვენი გამოსვლა ყოველთვის არ შეიძლება. იქნება მილიცია გაგვიფრთხილებინა. ბიჭო, მილიციას მაშინ გავაგემრიოთ, როცა სხვა გამოსავალი აღარ იქნება. რატო მაშინ? აბა ახლა რა უნდა უთხრათ მილიციას? ამ ადამიანკაცმა შეიძლება ბავშვი მოიტაცოსო და დაიჭირეთო? შეიძლება ზე ვინ დაიჭერს კაცს? ალო? თბილისი? დიახ, თბილისი მინდა, თბილისი. თავადის ბინა? გოგი ხარ? გამარჯობა, გოგი, გამარჯობა. ირაკლი ვარ. ბიჭო, ირაკლი ვარ, ირაკლი. გახსოვს სურათზე რომ მეუბნებოდი. მასხარა წითლებში. გონი აღმოვაჩინე. არა, აქაური მცხოვრებია, ერმილეს ტურუა. უშენოდ არ უნახავ. გოგი. კი ის უნდა იყოს ნამდვილად. გოგი, ჩამოხვალ. დაგელოდები, გოგი.
გამარჯობა. გამარჯობა. მოდი შეგენებსულე, ედიშერ ლოლუა რომელმა მერს ცხოვრობს. როდი შემოვიდა? ერთი კვირა იქნება. ხაში. აქ არის. არის. კარგი გენაცვლე, მე შემოვიდეთ. მაგრამ კიდევ არ მეშვები, იქნება. სად დადიხარ მთელი დღე? და მაიმუნო. ეტარასაკეთებს ამხას. ალბათ ვერ მოახერხა სურათის დაწევა. არ ამგონია სერგეი ჯეგამსაქმის გამკეთებელი იყოს. შენ არ იცი რა ჩიტია. მაგ სურათს უკაპიკოდ წაგლიჯავს იმ კაცს და მთელ ფულსაც თვითონ ჩაიდებს ჯიბში. ერთი გვებანავა მაინც. ბანაობა მინდა ბიჭო ახლა მე. ერთი რა. სამოგაც ვარ გადამრიო ზემო. მე არ მესწრის რატო არ ვეუბნები გულიკოს რაც მოელის. როგორ უნდა უთხრათ მაინც? როგორ და მოუყვეს კახამ რაც მოისმინა. დაფიქრდი შენ თვითონ. გულიკოს მამამისი თვალით არ უნახავს. არც იცის რა კაცია. ახლა მიდი შენ და უთხრა. იცი რა გულიკო, შენ მამა კი ყავს, მაგრამ რა გინდა? გაიძვერა. კარგი იქნება? რით იქნება ცუდი ტყუილია თუ? არაჟობია თვითონ მიხდეს ყველაფერს. მართალია. პატარა ხომ აღარაა, თვითონ გააჩეს კაცსა და ცუცს. გაიგერა გვარია ის კაცი. კი, ედიშერ ლოლუა ყოფილა. თბილისელი. მეცე ნომერში ცხოვრობს სასტუმროში, მეხუთე სართულზე. კარის კაცი, ბაბუა ჩემი სამხანაგი. ერთად ადიან ხოლმე სათევზაოდ. კაცი გამგვადგება. გაფრთხილებული მყავს. ახლა ასე მოიქცე. გულიკო. გამარჯობა შევი. გამარჯობა. ვერ მიცანი? ჰა? ვერა? აბა მოდი ჩემთან რა გაჩვენო. ოპა. აბა ის ნახე. აბა ის? ეს ხომ დედა ჩემია? ო, დედა შენია. აბა ის ნახე. ჰა? მესმის შენთვის ასე უცებ შემეჩვიო. მით უმეტეს რომ აქამდე მკვდარი გეგონი. ალბათ ბაბუა შენი ასე გეუბნებოდა. ბაბუა ჩემთვის ასე არ ვთქვა. აბა? ბაბუა ჩემთვის არ მოუტყვეეთი. წარმომიდგენია როგორ დაგიხადავდა ჩემ თავს. მაგრამ არა უშავს, ამაზე ჯერ ადრეა ლაბარაკი, აი გაიზრდები და თვითონ მიხვდები ყველაფერს. მე და შენ ერთმანეთს რომ არ ახვდებოდით, ეს ბაბუა შენის ბრალია. მე კიდევ მაქვს სურათები, გინდა გაჩვენო? მინდა. წამოხვალ ჩემთან. წავიდე.
სასწრაფოდ უნდა მოხვიდე. შეეკითხე რა შეასახე. გულკო მამამისმა გაიტაცა. სასწრაფოდ მოდით. იქნებ მე სადობები, ჰა? არ არის სერგეიჩ. უფრო არ დააფრთხო. რაც იქნება იქნება, მოიდა ბიჭაკი. მოდი შეერმილეს თუ რა კაცო? დიახ, რა გნება? ნახო მინდა. მე გახლავარ. სასიამოვნოა. მე გაზეთის კორესპონდენტი ვარ თბილისიდან. სპეციალურად ჩამოვიდი თქვენი გამოფენა მინდა ვნახო. ამსალი ახლა მე თქვენთვის. ო, სპეციალურად. კორესპონდენტი ვარ, კაცო, კორესპონდენტი. ხვალ, ზეკ, სხვა დროს. ამას მწყრები ყავს ხუთი. სად არის გულიკო? პურზე წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა. ხომ გითხარი არ საწავიდეს მეთქი? მე თვითონ მივიდიოდი, მაგრამ არ გამიშვა ახლავე მოვიტანო. საქმეს განდავს კაცი. შენი მოტაცებულია ის ბავშვი. ის ჩემი შვილია და მე მგონი მაქვს რაღაც უფლება. ჯერ შვილი დამიღუპე. ახლა შვილი გინდა დამიღუპე. მე მისი დაგუპა კი არა, გადარჩენა მინდა. გადარჩენა ვისგან? შენგან, შენისანა გადარჩენა. შვილია, მე ვიცი რა გინდა შენ. მასხარა წითლებში. თუ მომცემ სიტყვას რომ საერთოდ აღარ გამოჩნდები აქ? კი გენაცვა. კი ბატონო. წავიდეთ. წავიდეთ. სადაკას ბავშვი? სასტუმროში. ჯერ ბავშვი ჩავაბარე. კი ბატონო. მაშინა გამოვიქეთ. ლალო მარტო გამოვიდა სასტუმროდან და გულიკოს სახელზე გაესურა. გულიკო სად არის? ალბათ სასტუმროში დატოვა. დროს უტოვავს. ლალოს დაბრუნებამდე გულიკო უნდა გავათავისუფლო. კაცი არა შე, ვის შეუნდები მაგას? მას შენ გიცანებს ხე. ლალი ბრძანდები. გამარჯობათ. მე ირაკლი ვარ გოცაძე. დიახ. გმადლობთ, თქვენი პიონერები ახლა ჩემთან იყვნენ და სადღაც გაიქცნენ. სად გაიქცნენ? გვარები თუ იცით? გამაგებინეთ ბატონო ირაკლი. არა, გვარები არ ვიცი, მაგრამ სახელებს მოგახსენებთ. კახა, პაატა და დათო. სასწრაფოდ მომიძებნეთ მეორე რაზმის ხელმძღვანელი გოჩა რამიშვილი.
გულიკო. სად არის ბავშვი? ნიაკ დარტოვდა რა ვიცი. სად არის ბავშვი? გამიშვით ხელი, ხელი გამიშვით. გამიშვით ხელი, გამიშვით. გულიკო სად არის? ნუ ღელავთ ბატონო. გულიკო კარგადაა და სწორედ ახლა ბიჭებმა შინ წაიყვანეს. ბიჭებმა? ვინ ბიჭებმა? პიონერებმა, კახამ, ბიჭებმა. დამშვიდით. დაბა გამოდეით. ასე. სურათი მაინც მომდაცალი თაღლითმა. ასაწაუხი. რომელი სურათი? მასხარა წიქლებში. მასხარა წითლებში? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ იმ სურათს ნამდვილად მასხარა წითლებში ქვია? მაწვილო. ახლავე მილიციას უნდა დაურეკო. აიღოს, დიდი არაფერია. სამაგიეროდ აწი ვეღარ დავენახება. რას ბრძანებთ ბატონო, მაგ სურათის დაკარგვა როგორ შეიძლება? ეს მგონი მიდის? ედიშე. ა? ხო, თქვენ საიდან გასწით, ა? ეს არის? ხო. უში გინათ. აი, მოვჩეცაკ. მოიჩეკას აქ ხომ არ ვილაპარაკებთ, ერთი ადგილი ვიცი. ვერამინ დაგვინახავს. წავიდეთ და იქ მოვჩეთ საქმეს. წავიდეთ. სად მომიყარეს? რახმონდე კრისტო ვარ. და შენ მან დადი გერამ შემოვიდეს. ალბათ ნახოს ვენახი რამ შეჭამა ნახი. ის არის აბა ჩემოდი შე. გასწორდე. რამდენი შეიძლება? როგორ ამდენ როგორც მოვილაპარაკე? როგორ გეკადრებათ? შენაგონი ამ სულათის ფასი არ ვიცი, მე ამის თანებში არ მოვყუდე. რამდენი გინდა? არ ვიცი, ამ სულათის ფასის დადგენა არის. კი, ფასი მორიგდება. ძალიან ძვირი დამისდა. პატრონსაც მე თვითონ მომნახავ. ძვირი დაუჯდა. კაპიკის განახვდელი იყავი? ჩერა ვირის მუშები ვართ, ამას კაი საქონელი. თქვენ ნამოსიანად მომეყარი? ესაც რომ ნამოსზე ლაპარაკობს კაცი არ გადაირევა. და ვარტყი.
გულიკო, სულ.